გუშინ როგორც მოგხსენეთ, დოლარის ფას თითქმის არ შეცვლა საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე და ჩვენი პროგნოზები გამართა, ეს გამომდინარეობდა ამერიკაში უქმე დღით, რაც შეეხება დღევანდელ დღეს ბაზარის შედარებით გააქტიურდება, გვაქვს საკმაოდ საინტერესო 20 პუნქტიანი დიაპაზონი 1.11-40-1.11-60 დიაპაზონის გარღვევის შემთხვევაში შესაძლოა დღის ბოლომდე ჩამოყალიბდეს ტენდენცია, მისი გარღვევა კი მოსალოდნელია უკვე ევროპულ სესიაზე, ასე რომ მიყავით ყურადღებით, მეტი ყურადღება დავუთმეთ ტექნიკურ ანალიზს დღეს და ხვალ, ფუნდამენტურად ასევე გარკვეული სიახლეებია დაგეგმილი, მაგალითად დაგეგმილია შვეიცარიის ნაციონალური ბანკის თავმჯდომარის პრესკონფერენცია, რომელიც რა თქმა უნდა განმარტავს მომავალ პროგნოზებს და ასევე ილაპარაკებს შვეიცარიის მაკროეკონომიკურ მიღწევებზე და ასევე დაგეგმილია ერთ-ერთი საინტერესო ახალი ზელანდიის დისპროდუქტების ინდექსი, სწორედ დისპროდუქტების ინდექსი საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს ხოლმე ახალი ზელანდიურის ფასზე საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე. დღეისათვის სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას სხვაამდე.